ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პირდაპირ საფრთხეა სამართლის განვითარებისთვის, ადვოკატურის დამოუკიდებლობისათვის და ადამიანის უფლებების დაცვისათვის საქართველოში. ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების შემთხვევაში დამატებით საჭირო გახდება ხანგრძლივი პროცედურების გავლა, რაც დროსთან არის დაკავშირებული და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეს დასრულდეს წარუმატებლად, ანუ ადამიანმა ვერ მიიღოს ვიზა. შესაბამისად, იურისტებს, ადვოკატებს, უფლებადამცველებს გაურთულდებათ მონაწილეობის მიღება ან საერთოდ ვერ შეძლებენ საერთაშორისო დავებში, საერთაშორისო არბიტრაჟში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში. ასევე კერძო იურისტებს გაუჭირდებათ ჩართულობა საერთაშორისო ბიზნეს მოლაპარაკებებში. ეს ერთის მხრივ შეუმცირებს ან დააკარგვინებს საერთოდ მათ შემოსავალს, ხოლო მეორეს მხრივ მოქალაქეებს გაუძვირებს იურიდიული მომსახურების მიღებას, რადგან მათ დასჭირდებათ უკვე შესაბამის ქვეყნებში შესაბამისი იურისტების მოძებნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება პირდაპირ საფრთხეა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში შეიზღუდება ან შეფერხდება წვდომა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებთან, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ეგრეთ წოდებული სტრასბურგის სასამართლო, რეალურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლო. მნიშვნელოვანია ასევე პროფესიული ასოციაციის იზოლაციის საფრთხე, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება ეს არის სიგნალი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, რომ შესაძლოა ასეთი ქვეყანა იყოს არასანდო პარტნიორი, შესაბამისად დაიწყება საერთაშორისო გარიყვა და იზოლაცია. ასევე ქართველი ადვოკატები აღმოჩნდებიან კონკურენციის მიღმა, ვინაიდან რეგიონში მაგალითად მოლდოვასა და უკრაინაში, როდესაც ვიზა ლიბერალიზაცია იქნება დაშვებული და ქართველი ადვოკატები კი ვერ შეძლებენ უვიზოთ შეუფერხებლად საერთაშორისო პროცესებში ჩართვას, ეს გამოიწვევს სწორედ მათი კონკურენციის მიღმა აღმოჩენას. შესაბამისად, შედეგი იქნება სავალალო, ვინაიდან ქართველი იურისტები, ადვოკატები, უფლებადამცველები აღმოჩნდებიან საერთაშორისო იზოლაციაში, ცოდნასთან, განვითარებასთან, საერთაშორისო სამართალთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლის სფერო დაზიანდება, ადვოკატურის დამოუკიდებლობა დაზიანდება, ადამიანის უფლებების ხარისხი დასუსტდება და სავალალო მდგომარეობაში მყოფი სასამართლო გააგრძელებს უკან სვლას ნაცვლად განვითარებისა.